დედაქალაქში ახალი გასართობ სარეკრეაციო სივრცის მოწყობასთან დაკავშირებით თბილისის მერმა ფონდ ქართულს და ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. საუბარია პროექტზე, რომელიც თბილისის ზღვის არეალში ახალი გასართობ სარეკრეაციო თემატური სივრცის შექმნას გულისხმობს. დაგეგმილია ახალი ატრაქციონების პარკის აშენება, რომელიც მოემსახურება როგორც თბილისის მცხოვრებლებს, ისე დედაქალაქის სტუმრებს. ბრიტანული კომპანია LDP ფონდ ქართულსთან კონტრაქტის საფუძველზე ჩაატარებს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზს. მეორე ეტაპზე კი შეიქმნება კონცეპტუალური დიზაინი. დავიწყეთ მუშაობა ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც მოიცავს თბილისის ზღვის არეალში ახალი სარეკრეაციო თემატური პარკის სივრცის შექმნას. ამ ეტაპზე დაკონტრაქტებულია ფონდი ქართულს მიერ ძალიან ცნობილი საკონსულტაციო ბრიტანული ფირმა, რომელიც მოახდენს აღნიშნული პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ანალიზს და გვეტყვის ზუსტად თუ რა მასშტაბის პარკი უნდა გაკეთდეს. დაგეგმილია, რომ უახლოეს მომავალში ამ ტერიტორიაზე გაშენდება ახალი ატრაქციონების პარკი, რომელიც მოემსახურება როგორც თბილისის მაცხოვრებლებს, ასევე ჩვენი დედაქალაქის სტუმრებს. ეს იქნება ახალი სარეკრეაციო ზონა, რომელიც დააკმაყოფილებს როგორც გართობის, ისე შემეცნების და სხვანაირით, ღია ცის ქვეშ ყოფი, ასე ვთქვათ, დასვენების ყველა იმ კომპონენტს თავის თავში გააერთიანებს, რაც დღეს გავრცელებულია მსოფლიოში.